სულ მინდოდა რომ რაღაც სათქმელიც გამომეხატა და არ ყოფილიყო მხოლოდ ის რომ რა ლამაზია, მაგრამ რაც უკვე მეტყველებას და რაც ჩემ თავის გამოხატვას შეეხება, სულ მინდოდა რომ რაღაც ისეთი გამეცოცხლებინა, რაც კონკრეტულ მომენტში ჩემს განცდებს ასახავდა, თუნდაც თქვათ ეს საბჭოთა არქიტექტურაც რომ იყოს, რომელიც შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, შეიძლება ქალაქის კონტექსტში სულ სხვანაირად აღვიქვამდეთ მას, მაგრამ რეალურად ჩვენს ემოციებზე, ჩვენი იდენტობის ნაწილია და ჩვენს ემოციებზე მაინც მოქმედია და შესაბამისად საინტერესო იყო ამის მინიატურაში გადმოტანა. ასევე იყო მაგალითად ფორჯების სანათი, რომელიც ფესტივალის გაუქმებისთანავე გავაკეთე, იმიტომ რომ იმ მომენტში ეს იყო ჩემი სათქმელი, რაღაცნაირი ჩემი მხარდაჭერა იყო ფესტივალისადმი და იგივე მომენტი შეიძლება ითქვას პარლამენტის შენობაზე, რომელიც მარტის აქციების პერიოდში გავაკეთე, როდესაც უშუალოდ ვესწრებოდი ამ აქციას და იყო მომენტი, როდესაც წარწერას აკეთებდნენ ეს ქვეყანა ჩვენია და რაღაცნაირად მინდოდა რომ ეს ფაქტი, რომელიც შემოინახა თქვათ ვიდეო კადრებში არსებობს ეს წარწერა, მაგრამ რეალურად მე უკვე პარლამენტზე წაშალეს ეს ყველაფერი რაღაცნაირად შემომენახა და ჩემი ფორმით გამეცოცხლებინა. როდესაც ვხედავთ უსამართლობას, ყველაზე მთავარი რაც არის, არ მქონდა სურვილი, რომ მთავრობის მოწყობილ რაღაც საშობაო გამოფენა თუ საშობაო სოფელში მიმოღო მონაწილეობა, რომელიც ასე ექცევა საზოგადოებას. და ფარსის მონაწილე ყოფილიყავი და იმ სიყალბის, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის ჩვენ ქვეყანაში და თითქოს საშობაო განწყობით ვხვდებით ახალ წელს. ჩვენ არ გვინდა უბრალოდ რომ ვიდგეთ აქ შევიქმნათ ხიარული განწყობა და ვიყოთ ამ ყველაფრის ნაწილი. და როგორც ხედავთ, მე მგონი არავისაც არ უნდა, იმიტომ რომ ცარიელია საშობაო სოფელი. ცოტა არ ვიცი, ხო, ყველას პოზიცია გასათვალისწინებელია, ერთადერთი არ მესმის. შეიძლება არც პოლიტიკური შეხედულება შეიძლება გქონდეს განსხვავებული, უბრალოდ ძალადობაზე თვალი აი რისთვის უნდა დავხუჭო არ მესმის. ჩემ გაგებაში არ ჯდება ძალადობაზე, როგორ ხო, როგორ და რისთვის, ხო? იმიტომ რომ ეს ხალხი რაღაცისთვის ხუჭავს, ხო ხედავს. მართლა ხო დახუჭული არა აქ, ამას ხო ხედავენ, მაგრამ რისთვის, ანუ რად გიღირს რომ ამაზე თვალის დახუჭვა აჩვენო ვიღაცას, რომ შენ ამას ვერ ხედავ. ანუ ეს არ მესმის რა ფასი შეიძლება ქონდეს, არ ვიცი ხა. ლამპინო გაჩნდა 2019 წელს, თუმცა რეალურად ის სახე რაც დღეს აქვს, არქიტექტურული სანათების იდეა, ოდნავ მოგვიანებით, დაახლოებით 2022 წლიდან დავიწყე. იდეა ლამპინოს რითიც დაიწყო იყო სანათები და საბოლოო ჯამში შევჯერდი არქიტექტურაზე, რადგან პარალელურად ვსწავლობდი გრაფიკულ დიზაინს, ვსწავლობდი ინტერიერის დიზაინს და ცოდნა, ჩემი სიყვარული არქიტექტურისადმი, ეს დამოკიდებულება თუნდაც ძველი თბილისის და არა მხოლოდ ძველი თბილისისადმი, რაღაცნაირად ესე შეჯერდა და დაალაგდა ისე ჩემს გონებაში, რომ გამოვიდა ესეთი შედეგი, რომ არქიტექტურულ სანათებამდე მივედი. და უკვე დღეს ლამპინო ამ ხაზს აგრძელებს ქართულ არქიტექტურას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, აცოცხლებს, უნარჩუნებს და უხანგრძლივებს მათ არსებობას ისეთ დროს, ესე რომ ვთქვათ და ერთგვარი კონსერვაციაც არის. სამომავლოდ ძალიან მოხარული ვიქნები, რომ ჩემი ნამუშევრები და თუნდაც იდეები იყოს ინსპირაცია მომავალი თაობებისთვის და თუნდაც არქიტექტურაზე მუშაობისას რაღაცნაირად ეს მასალები რაიმეში გამოვადგეთ მათ. და მოკლედ ჩვენი კულტურა ესე გადავცეთ მომავალ თაობებს. ეს მომენტი მქონდა და ახლაც ეს მაქვს მოკლედ არქიტექტურის ენით არქიტექტურის ენას ვიყენებ რა. ჩემი შინაგანი სამყაროს თუ ჩემი შინაგანი დამოკიდებულების გადმოსაცემად. და კარგი ენა ვიპოვე, ესე მგონია მე ჩემთვის.